იაგო ხვიჩია ირჩის ლიდერი და ამავე დროს თბილისის მერობის კანდიდატია ჩვენი სტუმარი უახლოვდებით ასე ვთქვათ საარჩევნო კამპანიის ფინიშს თუმცა კლასიკური გაგებით რასაც მიჩვეულები ვართ ეს ჩვეულებრივ არჩევნებს და საარჩევნო კამპანიას არ გავს მაინც პარალელურად ბევრი ისეთი თემაა და მათ შორის არჩევნებში არ შემსვლელთა ან არ მოთანამშრომლეთა პოლიტიკური დღესასრიგიც ასევე ძალიან დომინირებს პროცესს. ეს რამდენად ხელს გიშლით თქვენი კამპანიის ჩატარებაში და ახერხებთ თუ არა იმის თქმას, რაც საჭიროა იცოდეს ამომრჩეველმა, რომელმაც ინფორმირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. იცით როგორ არის თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შეიძლება მოახერხო რაღაცის თქმა, მაგრამ თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და მარტო თქმა არ არის საკმარისი. ანუ ის უნდა იყოს სათანადო ფორმით მიწოდებული, სათანადო პოზიციიდან მიწოდებული, სათანადო ვიღაცასთან ერთად გასინჯული, რამდენად სწორია, იმიტომ რომ დებატები, რომელიც ფაქტობრივად მოკვდა ამ წინას არჩევნოთ, ნომინალურადაც აღარ არსებობს ფაქტობრივად, დებატები ხო არის საშუალება, სადაც ადამიანებმა შეიძლება დაინახონ, რა არის მცდარი აზრი და რა არის სწორი აზრი, ან საკუთარი აზრი გამოიტანონ. და ჩვენ გვაქვს კამპანია, როდესაც არათუ ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს საშუალებას ამისგან აზრი გამოიტანოს. არამედ ხელს უშლით, იმიტომ რომ როგორც კი ვიღაცა დაიწყებს თქვათ ლაპარაკს, ჯერთი არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ ჯდება ფაქტობრივად დებატებზე. შეიძლება რეიტინგების მიხედვით პირველ და მეორე ადგილზე მყოფი ლიდერები, ამ წუთის მოცემულობები და პარტიები უარს აცხადებდნენ დებატებზე იმ არგუმენტით, რომ იმასთან არ დავждები, იმიტომ რომ ჩემზე ნაკლები რეიტინგი აქვს. ანუ თავად ოპოზიციურ ფლანგზე დებატების დეფიციტსაც გულისხმობ. ხო, შეიძლება მონოლოგის რეჟიმში არ მიდიოდეს მათ შორის ტელევიზიების მეშვეობით. როგორ უნდა მოთხოვო შენ კალაძეს დაგიჯდეს დებატებში, თუ შენ თვითონ არ უჯდები ვიღაცას დებატებში? რო წარმოვიდგინოთ, რომ კალაძე წამოსულიყო თქვენთან დებატებში. ჩვენ ვიცით მათი საარჩევნო კლიპების თუ მათ მიერვე პრეზენტირებული ძირითადი რაღაც სიახლეების მეშვეობით, რომელსაც სიახლეები მართლა ობიექტურად რო თქვა ძალიან რთულია დაარქვა. მე ვიძახი საგრძელოს. ხო, საგრძელოსთან ერთად ის თემები, რომელიც ახლა ჟღერდება მათი მხრიდან, რამდენიმე არჩევნებში გამოყენებული იქნა დაპირების სახითაც და ძალიან უცნაურია, რომ იგივე ზუმეორებენ იმ ხალხს, რომელმაც ერთხელ ამის გამო თუ მიცა ხმა, გავიდა მერე წლები, ხელი შემშლელი არ ამიყოლიათ, მარტო არიან ყველგან უმრავლესობას ფლობენ და მაინც ვერ გააკეთეს და კიდევ იგივეს რო პირდები. აი რა იქნებოდა თქვენი მთავარი სადებატო მათ შორის კალაძესთან, რომელიც მერობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. აი უამრავი საკითხი დაწყებული პარკინგის ჯარიმებიდან, რომელიც უბრალოდ ნაცების დროს ხო გახსოვთ სიტი პარკი რო იყო და თავარი ბუა იყო. ხო, თავარი ბუა იყო გამოცხადება 10 ლარი იყო სიტი პარკის ჯარიმა, 50 ლარია ახლა. ფაქტობრივად ყოველდღე მაჯარიმებენ ოფისის წინ მანქანა ვერ გაგვიჩერებია. ანუ გადაყვანილი მანქანის გამოყვანის ამას დამატებული გადაყვანა. ანუ ჩვეულებრივად ხალხის ძარცვის, აი როგორ გითხრათ, ამაზე შეურაცხყოფელი მექანიზმი ხო ძალიან იშვიათია. მაშინ როცა ერთი ადგილი შენ თვითონ არ შეგიქმნია და უამრავი ჯარიმა გაქვს გამოწერილი. ყველაფერს რო თავი დაანებო. რა ვიცი, როცა ამბობ ტრამვაიო ტრამვაისთან მართებაში, ტრამვაი გზას აფართოვებს თუ ავიწროებს. და მესმის ახლა ვარკეთილის მეტროს მერე რთული არის მეტროსადგურებზე ილაპარაკო, მაგრამ დიღომში მეტრო როგორ არ უნდა იყოს. ანუ ძალიან მარტივად რო შევხედოთ. ხიდები, რომელიც კომუნისტების მერე მტკვარზე ხიდი არ აგვიშენებია. და მაშინ თუ იყო 11 ხიდი, დღესაც 11 ხიდია და მაშინ იყო 100,000-მდე მანქანა, დღეს მილიონამდე მანქანა არის. და საცობებს რითი ებრძვი, ბასლაინებით როგორ შეიძლება საცობებს ებრძოლო? პირიქით ეს ბასლაინები საერთოდ გასაუქმებელია. 5 წუთში ან 10 წუთში ერთხელ რომ მანქანა დადის, იმას ბასლაინი რა თუნდა. ანუ გეგონება ყოველ წუთას დადის. გეგონება რომ აწყობილი გვაქვს ყველაფერი და ამას ცალკე ხაზი ჭირდება და შენ ხაზი შეავიწროვე. ეს ტექნიკურ საკითხებს გულისხმობთ, მაგრამ თავარი საკითხი ჩემი აზრით, რაც მე მგონია რომ აი ამ სიტუაციაში რა მოლოდინით მაგ მეთქი შეიძლება ბოლომდე ვერ ვთქვა, მაგრამ ისი მოლოდინით მინდა რომ მქონდეს. არის ის რომ ამ არჩევნებზე 5-ში რო გავიგვიძებთ. როცა გარკვეული იქნება რომ 4-ში არაფერი არ მოხდა. და ეს ხალხი კიდევ ერთხელ დაშალეს. თქვენ ასე გონიათ, რომ ეს ასე მოხდება, ანუ რომ დაშლიან თუ ხალხი დაიშლება თუ ისი მოლოდინი გაქვს. ერთი საზამო მოთხოვნა არის ძალიან ისეთი ხისტი, განსხვავებული მათ შორის წინა მოთხოვნებიდან, არანაირი ახალი არჩევნები ან პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არამედ ბიზინა წადი, ანუ რეჟიმის ცვლილება. ვინ არის პასუხისმგებელი ამ აქციაზე? ვინც ამას ითხოვს? რუსთაველის გამზირი, არა, რუსთაველის გამზირი არ არსებობს, ანუ არსებობს ადამიანები. ანუ პაატა ბურჭულაძე არის ის ადამიანი, რომელიც აორგანიზებს ამ
ამ ყველაფერს და რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაში რა ქვია ხუთში რო არაფერი არ მოხდება უკაცრავად ძალიან დიდი პატივისცემით ბატონ პაატასთან დიდი ხელოვანია თავის საქმის შეიძლება მაგრამ რა დამსახურების გამო აი რატომ არის პაატა ბურჭულაძე ის ადამიანი რომელსაც ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი 4-ში თუ არაფერი არ მოხდება იმიტომ რომ ვიღაცას ხო უნდა მოთხოვო და მე რა პაატა ბურჭულაძე რა პასუხი პარტიები პასუხისმგებლობას არ იღებენ მათი დიდი ნაწილი მონაწილეობს როგორც თქვა პასიური მონაწილე ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რომელმაც პოლიცსაბჭოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება შეუერთეს აქციას და ორგანიზაციულადაც მაქსიმალურად ოღონდ ისინი არ არიან ორგანიზატორები პასუხისმგებლობა ბატონ გია იყო წაღამ თქვენი სტუმარი და შემოვედი მაშინ ვისმენდი მე ოჯახის მცირეწლოვანი და ასაკიან ხალხთან ერთად ვაპირებ აქციაზე ბევრი ამბობს ამას მათი წარმოდგენა მე როგორც ვიცი რევოლუცია დაანონსებული და ადამიანები ხარ უნდა დავაბნიოთ ანუ თუ რევოლუციას ვაანონსებთ კი მესმის რომ მშვიდობიანი კი ბატონო მაგრამ მშვიდობიანი შენ ხოლმე შენს თავზე შეიძლება აიღო პასუხისმგებლობა შენ ხო ქართულ ოცნებაზე ვერ აიღებ პასუხისმგებლობას რომ ისიც მშვიდობიანი იქნება ანუ შენ რა არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე მით უმეტეს ხო ცუდი გამოცდილება გვაქვს ამიტომ შენ თუ ამბობ რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ რევოლუცია მშვიდობიანად ეს იმას ნიშნავს რომ შენ უნდა მიხვიდე ისეთი ძალით რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ არც კი მოუნდეს წინააღმდეგობის გაწევა ასეთი უნდა კეთდება აქცენტი მასობრიობაზე არა მასობრიობაზე კი არა პირიქით ამ დროს უნდა იყოს საუბარი იმაზე რომ ხალხო ბავშვები მოხუცები რაღაცები არ გინდათ აქციაზე ვისაც რამე შეგიძლიათ ჩაფხუტი დაიფარეთ დუბინკა წამოიღეთ რაღაც წამოიღეთ ჩვენ რა იმდენი უნდა ვიყოთ რა მშვიდობიანად გვინდა ყველაფერი მაგრამ რო არ დაგვრთანხმდეთ მშვიდობიანად და რო გაგულახონ და ჩვენი წევრების დაჭერა და სასამართლოში წაყვანა რო დაიწყონ ჩვენ უპირისპირდებით რითაც შეგვიძლია ხო ეს რევოლუცია ხო ასეთი უნდა იყოს შინაარსობრივად ამიტომ მე ვინაიდან ამას ვერ ვხედავ არათუ ამას ვერ ვხედავ არამედ სრულად აბსურდული ბრალდებით დაიჭირეს ბატონი ხავეიშვილი თუ კაცი რევოლუციას აანონსებდა ამაშვებოდა რა საჯარო მოწოდების გამო იჭერ და მე წითლიზე სათო არ იჭერ ორჯერ მეტ შეპირდა ის ვიღაცას და ისო პერფორმანსია ის რატო არ იყო პერფორმანსი თუ სხვა კონკრეტული მტკიცებულება არ გაქვს ანუ შენ ვეთქვი რომ ის არის პერფორმანსი იყო რაღაც მოლოდინი რო ან რაღაც ჩანაწერებს გამოდებდნენ ან რაღაც თუნდაც ფალსიფიცირებულს ამ მიმართულებითაც არ უზრუნიათ ანუ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე არის ეს ხაზგასმით აბსურდული ბრალდებით ხაზგასმით იმდენად ხაზგასმით აბსურდული ბრალდებით არიან ჩვენი პოლიტიკოსები დაჭერილი რომ ადამიანს გიჩნდება რომ ესენი შეთანხმებით ხო არ ზიანი იქ სადაც ზიანი იმიტომ რომ პასუხია კითხვებზე საჭირო 4-ში რა იქნება არაფერი რო არ იქნება 4-ში აი ახლა რო ტენიან პასუხისმგებლობას ბატონ პაატა ბურჭულაძეს ეგ ხო ლევან ხაბეიშვილის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს იმან არ დაიწყო ეს ამბავი რომ არაფერი არ მოხდება თუ მოხდა ისიც შეიძლება მისი ღირსება იყოს მაგრამ აი მე იმ შემთხვევაში ვიძახი რომ ამ ქვეყანაში არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს და ამ არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს პერიოდში დიდი დრო გავიდა ამ ასეთ დაკარგა ოპოზიციამ 60+ მანდატი პარლამენტში ციხეში იმიტოზია რომ მანდატები არ ქონდათ მოდი აქედან დავიწყოთ მინიმუმ იმუნიტეტი ექნებოდათ უფრო მეტი შევიდოდნენ წულკიანის კომისიაში თავს იქით დაესხმებოდნენ და საერთოდ სხვა სიტუაცია შეიძლება ყოფილიყო აი ეს რომ არასწორად გაკეთდა ამაზე პასუხი ხო არავინ არ აგო ხო არავინ არ მე მგონია რომ ციხეში ჯდომა არის პასუხისმგებლობა ამისი იმიტომ რომ ვიღაცა ხო კითხავს რომ აბარავშვებით 4-ში ან რო ჩახსენეთ ციები აბარავშვითო მაგრამ ამიტომ ამ კითხვებს რო არ მოусმინო იგირჩევნია ჯდომა თუმცა იგო თქვენი ასე ვთქვათ ლოგიკა ამ შემთხვევაში ემთხვევა თქვა რომ მაგრამ კობახიძე რას იძახის რომ მათი ტექსტი ასეთი რომ საკუთარი თავი შეიყვანეს ციხეში და ასე შემდეგ. ნუ ამ შემთხვევაში ეს სრულიად ნათელი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ იმ რეპრესიული აბიჯების შედეგი არის, როცა პოლიტიკურ ლიდერებს გამოსავალი არ დაუტოვეს კი არა და უბრალოდ ისინი ციხეში პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლნი არიან, ხო? არა, მე არ გამოვრიცხავ იმას რომ ვიღაცა მაგალითად ზუსტად ვიცი რომ ბატონი ოქრუაშვილი, ბატონი გივით არგამაძე, რომლებიც არ არიან პოლიტიკაში. ხო, ანუ მე მაგ ხალხზე ხო არ ვიზახი რომ ესენი თავისით შევიდნენ მეთქი ვიცი რომ პოლიტპატიმრები არიან მაგრამ ასევე ვიცი ხალხი აი ხაბეიშვილი ცეშიროზის ახლა ბევრად უფრო უხერხული არ იქნებოდა მისთვის ამ პერიოდის განმავლობაში ამ შეკითხვებს რომ გაძლიერდებოდა შეკითხვები 4-ში რამშვებით და ანუ არაფერი პასუხი რო არ იქნებოდა შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხი ასეთი რომ არის რაღაცა ნაწილი რომლის თაობაზეც საჯაროდ ისინი ვერ საუბრობენ ზუსტად იმის გამო რომ რეჟიმი ჩასაფრებულია და ხელშეუშლიდა ამას ყველაფერს ვიცი მე ვერავის ვერ დავარ ასე ფიქრობს რომ ეს აბსურდია მაგრამ 4-ში რომ მოხდება ეს ამბავი და არაფერი რო არ მოხდება 4-ში მაშინ მაგის მერე მაინც ხო უნდა იყოს რომ ვიღაც ხალხი
რომელიც ამას ამბობდა. პასუხს ღებულობას იგებენ ასე. რაღაცა შვებიან. ბუნებრივი ლეგიტიმური შეკითხვები იქნება, მათ შორის პოლიტიკოსების მიმართაც, მაგრამ ორგანიზატორი ბატონი ბაჰადა ბურჩულაძე ამ შემთხვევაში მინდა რომ თვითმმართველობის არჩევნებს მიუბრუნდეთ და დარჩენილი დრო გამოვიყენოთ. აი თქვენ რა თემებიც, მსხვილი თემები ჩამოთვალეთ, აი დაწყე ხიდების თემა, ინფრასტრუქტურა, მეტროს თემა და ასე შემდეგ. ამ თემაზე ადრე ბევრი გვისაუბრია და ყოველთვის მივდიოდით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პრობლემები, იგივე მეტროსთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის დროს მოხერხდა მსხვილი ინვესტიციები და ასე შემდეგ და იმის შემდეგ ძალიან რთულია. და ყველა ამბობს იმას სპეციალისტები, ვისაც ვესაუბრე, რომ ევროკავშირისა და აი ამ დიდ მსოფლიო ბანკის და მსხვილი ინფრასტრუქტურული ან ფონდების დონორი ხარდაჭერის გარეშე თბილისში ამ რაღაცების გაკეთება არის თითქმის შეუძლებელი. არის თუ არა თქვენი საარჩევნო კამპანიის თემა აი ამ კონკრეტული პრობლემების წამოწევის, მათი მოგვარების ტექნიკური გზის გარდა ევროკავშირის და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის თაობაზე უფრო მეტი მსჯელობა იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რომ ეს ევროპა და ევროკავშირი მარტო რაღაცა ამოჩემება კი არ არის, არამედ მათ შორის მეტრო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თუ სხვა თემებისთვის საჭირო თანხების მოზიდვა. მოდი, მაინც ცოტა განსხვავებული საკითხებია და ვეცდები, რომ შესაბამისად ვპასუხო. პირველი რაც შეეხება თანხებს, რაც არის საჭირო. მოდი ესე ვთქვათ, კომუნისტებმა რამდენი წლის წინ, 50 წელზე მეტი ხნის წინ, 60 წლის წინ შეძლეს მეტროს აშენება ამ ქვეყანაში იმ ტექნოლოგიებით, როდესაც სად დღევანდელი ტექნოლოგია, სად იმდროინდელი ტექნოლოგია. ტექნიკურად ვიცით, რომ არსებობენ კომპანიები, რომელსაც რაღაცა შეუკვეთავ და ისინი ამას განახორციელებენ, რაღაც ფასი ჯდება. თუ არ ვცდები, სადღაც 100 მილიონამდე კილომეტრის გათხრა. ყველგან არ არის გასათხრელი თან. მაგალითად, თბილისი, რუსთავი 100 მილიონი კილომეტრი? თუ ძალიანად ერთ სადგურამდე კილომეტრი გათხრა დაახლოებით. მაგრამ ნახეთ, შენ ამას აკეთებ, შენ ამას გასცემ რამდენიმე წლიანი იჯარით. და ამბობ, რომ შენ ეს ამუშავე, კაცო, როგორც საჭირო იქნება ისე ამუშავე. მე შეიძლება რაღაცა დავასუბსიდირო, რაღაც არ დავასუბსიდირო. ეს ცალკე დისკუსიის საგანია, მაგრამ მოდი შენ კომერციულად დათვალე. ან კომერციული პროექტი დათვალე, მოდი კომერციული გააკეთე და მოდი მე იმუშავე იმაზე, რომ ამოიღო. ასეთი პირობით შენ რომ გამოაცხადო საერთაშორისო ტენდერი, ჩინეთიდან დაწყებული, ამერიკიდან დამთავრებული ჩართო ყველა. უბრალოდ ითხოვ, რომ მეტრო გინდა. და რა ვიცი, სულ ერთი 10 კილომეტრი გაქვს გასათხრელი ბოლოს და ბოლოს. ამას დამატებული დანარჩენი, სადაც ღია გზაზე შეიძლება მეტრო მათ შორის ჩვენ საუბრის დროს მცხეთიდან შეგეხმიანენ და იწერებიან, რომ მეტრო თუ არა, იქითაც რაღაც გამოსავალი არის საპოვნელი, იმიტომ რომ დგას ხო მთელი საგურამო მცხეთის მიმართულება ძალიან რთული არის. ძალიან მარტივია, შეიძლება მცხეთამდე ვერ ჩაიყვანო, მაგრამ თბილისი მოლი სადაც არის ახლა დღეს, შუაში უბრალოდ გორ გზა შუაში უაზრო პარკია, რომელშიც არავინ არ შეირნობს. იქ ადამიანი არ მინახავს. აი იმ შუაში ზემოთ რომ მეტრო გადიოდეს, მთელი დიღმის გაყოლებაზე არის. მაგის გაშენებაში ბავშვობაში მონაწილეობა მაქვს მიღებული, ნერგებს რო გვარგებინებ. დარჩება ხეების დარჩება. არაფერი სხვა დანიშნულება არ აქვს, არის სატყეო ზოლი არის იქ შუაში. კი, მაგრამ ვერც გადახვალ იქის არ არის ათვისებული ქალაქის მოსახლეობის მიერ, არაფერში არ ვიყენებთ მაგას. მაგრამ წარმოვიდგინე, რომ იმ ადგილას უბრალოდ მეტრო გქონდეს და ხალხს შეეძლოს მინიმუმ აი თბილისის გასასვლელამდე მეტროთი მივიდეს, მოლში მივიდეს, დიდი დიღომი განტვირთოს რაღაცნაირად. და ამას ხო რამე განსაკუთრებული არ ჭირდება, უბრალოდ ორ გზას შორის მიწაზე და მეტრო უნდა გააკეთო. სადღაც მიწის ქვედა მეტროა გასათხრელი, მაგრამ იცით როგორ არის, მართლა რომ ამ ქალაქში მოსახლეობამ აი გაუნათდეთ და ამირჩიონ. რაღაც ამბიცია ხო უნდა მქონდეს, რომ რაღაც გავაკეთე, მათ შორის ასეთი. გავაკეთე რა, მე კი არ გავაკეთებ და მთავრობა კი არ უნდა იყოს ამის გამკეთებელი. შეიძლება შექმნა პირობები, როდესაც საერთაშორისო კომპანიები შემოდიან და ამას აკეთებენ. ააშენო, როცა მომბობთ რა, უნდა ავაშენოთ ხრუშოვკების ნაცვლად ცათამბჯენები. მე ხო არ ვამბობ, რომ მე ვარ პრარაბი და მე უნდა ავაშენო ცათამბჯენი. არაფერ შუაში არ ვარ მე იქ, მაგრამ აი პირობითად რატო არ შენდება? იმიტომ არ შენდება, რომ რაღაცა K2 კოეფიციენტია შემცირებული. აი შენ რო უბრალოდ გადაწყვიტო, რომ ხალხო, აი მე მოგცემ საშუალებას სამართლებრივად დაგეხმარებით, წაგახალისებთ. იმაში რომ თქვენი ძველი ხრუშოვკები, რომელსაც უკვე ყველანაირი ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული, ის ჩაანაცვლოთ, ბევრად უფრო თანამედროვე ცათამბჯენებით და თუ დგას 20 კორპუსი დღევანდელი, იმ 20 კორპუსის ყველა მოსახლეს აუშენე 5 კორპუსი და პარკში იქნება ყველა მოსახლე. 20-ის ნაცვლად რომ 5 ააშენე. და მე მინდა რომ ადამიანი
ადამიანებმა პარკში ცათამბჯენებში ცხოვრონ, ნაცვლად ამ ხრუშოვკებისა. მინდა რომ საცობების ნაცვლად, საცობების მოსაგვარებლად მანქანა გადმოჯექითო ღარიბებო, ამას კი არ ვეუბნებოდეთ, იმიტომ რომ კალაძეს პოლიტიკა მეტი არაფერი არ არის საცობებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ღარიბებს უნდა წავართვათ მანქანები. ყველა თქვენ რო დააკვირდეთ მის რეგულირებას, ის არც ერთი არ ეხება დიდარ ხალხს. შინაარსობრივად დიდარი ხალხი პარკირების საფასურსაც გადაიხდის, სადაც დგება. იმასაც რა ქვია, სპეციალურ საშვებზეც ეკნება სპეციალურ საშვებზეც ეკნება მოახერხებს ნარუშილოკი ციარულს. კი, იმას კარგი მანქანაც ეყოლება იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული ის რა ქვია, ტეხას მოტრები გაიაროს და შესაბამისად მთელი ეს ინფრასტრუქტურა არის მოწყობილი ქალაქში ისე, რომ დიდრებმა იარონ მანქანით, ხოლო ღარიბებს აი სული შეუწუხდეს სხვადასხვანაირი რეგულირებებით, ჯარიმებით, უთათნასნაირი უბედურებით, რომ გადმოჯდნენ მანქანიდან და ჩაჯდნენ 18 მეტრიან ავტობუსში. მე კიდევ ვამბობ, რომ ანუ ვინცაც უნდა იქ ჩაჯდეს, მას გაუხარდება, მაგრამ ჩემი როგორც მერის ამოცანა არ იქნება ადამიანების ავტობუსში ჩასმა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ადამიანებს ვისაც მანქანით სიარული უყვართ, იმათ ხონდეთ საშუალება მანქანით იარონ და უბრალოდ სული არ შეუწუხდეთ საცობებში, ერთი და ამას განმუხტავ ახალი ხიდების, ახალი მეტრო სადგურების შენებლობებით და ახალი მისი რა ქვია, დაჩერების ადგილების შექმნით და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ ადამიანს რომელსაც არ უყვარს მანქანით სიარული, იმას ხონდეს საშუალება, რომ მეტროში ერთ წერტილში ჩაჯდეს და მეორე წერტილში ამოვიდეს. თუ ამისკენ არ მივდივართ, მაშინ რა ქალაქია ეს, რასაც ვაშენებთ? მე მინდა ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი, სადაც ესენი საჭიროა. და ის სხვა ვინც მეუბნება, რომ აი აქო ჩვენო ბასლაინებით უნდა შევავიწროვოთ გზებიო და ხალხი ავტობუსებში უნდა გადაჯნერო. ეს კარგი რატომ არის? ანუ ადამიანებს ხო მე რო სტუდენტი ვიყავი, დავდიოდი ტროლეიბუსით. მე რო გავიზარდე ფული ვიშოვე, რაღაც სადღაც მუშაობა დავიწყე, გადავჯექი მანქანაზე. მანქანაზე რო გადავჯექი მის მერე, ხო, აი თქვენს დამოწმებით ალბათ რომ არავის სურვილი არ გაგვჩენია რომ ისევ ტროლეიბუსებით გვევლო. ხო და აი რატომ გვეჩალიჩება ჩვენი მთავრობა რომ ეს გავაკეთოთ? ტროლეიბუსი კი მომენატრა ჩემი ბავშვობის, მაგრამ სადღაც ადამიანებს ხელზე ჯირით ენატრებათ და ჯირითობენ, მაგრამ ცხელი კარგად ორგანიზებული, სუფთა მოწესრიგებული, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, აი ჩვენ როცა ევროპულ ქალაქებში ჩავდივართ ტურისტულად და ასე შემდეგ, იმდენად მოხერხებულია ეს ყველაფერი, იმდენად კომფორტულია ყველაფერთან ერთად, რომ პრობლემებს არ გიქმნის. სხვა საქმე ხა ყოველდღიურ რეჟიმში, როცა შენ მანქანა ყავს, ინდივიდუალურად გადაადგილება გირჩევნია, ეს არჩევანი რატო არ უნდა გრჩებოდეს? იმელა გითხრათ, ამას მეც მართლა ვერ ხვდები. იაგო, დრო ამოგვეწურა უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე კიდე გვექნება შესაძლებლობა სხვა თემებსაც შევეხოთ. მადლობა, მადლობა სტუმრობისთვის.